პარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვას და პოლიტიკურ განცხადებებს გამოეხმაურნენ თბილისშიც. ნაციონალური მოძრაობის ეს ფრთა, რომელიც დღეს ბრიუსელშია იაკნევიჩოვანის და სხვების შემადგენლობით, მუდმივად არის საქართველოს ახალი ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ. მხოლოდ ერთი მიზეზით საქართველოს ხელისუფლება დგას ეროვნულ პოზიციაზე და იცავს სტაბილურობას ქვეყანაში. როცა შინაარს აკვირდები, როგორ გველაპარაკებიან, როგორ საუბრობენ ჩვენზე, როგორ ურცხვად იტყუებიან, საზოგადოებაც შეცდომაში შეყვანას უპირებენ, რასაკვირველია, უნდა დასკვნა გავაკეთოთ ერთი. ჩვენ გვყავს მტრები, რომელიც საქართველოს გარევას უხადიან. და სამწუხაროდ ამ მტრებს ხავს უჭერენ შიდა მტრებიც, რომლებიც გარკვეულ პოლიტიკურ მიზანს ემსახურებიან. ქალბატონი რასა ის ადამიანია, რომელიც ქართული ოცნების 1,100,000-ზე მეტ მხარდაჭერს პარაზიტებად მოიხსენიებს და მოიხსენიებდა. ეს არის ადამიანი, რომლის ლექსიკაც პირდაპირ თანხმედრაში არის ევროპაში 1930-იან და 40-იან წლებში არსებულ ლექსიკასთან და დეჰუმანიზაციის მცდელობასთან. შესაბამისად, ამ ადამიანის მომზადებული ნებისმიერ რეზოლუციას აქვს იმპულსის ფასი, რომელზედაც ესეთი რეზოლუციები იბეჭდება.